ისრაელის არმიამ სამხრეთ ლიბანში მიმდინარე ოპერაციების ვიდეო მასალა გამოაქვეყნა. სამხედროები აცხადებენ, რომ ჰეზბოლას ტერორისტული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ შეზღუდული და მიზანმიმართული ოპერაციის ფარგლებში მათ ადგილზე დამატებითი სახმელეთო ძალები გაგზავნეს. ამასთან აფეთქებების ხმა ისმოდა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში. ადგილობრივი ხელისუფლებისა და მედიის ინფორმაციით ისრაელის ავიადარტყმებს 7 ადამიანი ემსხვერპლა. ისრაელის იერიშების შედეგად ლიბანის სამხრეთი ნაწილი და ასევე დედაქალაქის სამხრეთი გარეუბნები 800,000-მდე ადამიანმა დატოვა, ხოლო საბრძოლო მოქმედებებს 850-მდე ადამიანი ემსხვერპლა. ლიბანში ვარაუდობენ, რომ ისრაელი მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. ჩვენ ვემზადებოდით ამ ხანგრძლივი ომისთვის. ვარაუდობდით, რომ ჰეზბოლა ცეცხლს გახსნიდა. შეგახსენებთ, რომ კამპანიის დაწყებამდეც კი ჩრდილოეთ საზღვრის გასწვრივ ჩვენი დასახლებების წინა ნაწილში 5 საგუშაგო ჰქონდა. კამპანიის დაწყებისთანავე საზღვრის გასწვრივ ჩრდილოეთში მცხოვრები მოქალაქეებისთვის 15-ზე მეტ სხვადასხვა რაიონში გავაძლიერეთ თავდაცვა. ბოლო დღეებში რეზერვისტებიც გამოვიძახეთ. ამჟამად 100,000-ზე მეტი რეზერვისტი ყავს და ვამატებთ ძალებს ყველა სექტორში, სამხრეთით, ჩრდილოეთით და ცენტრალურ ნაწილში, რათა გავაძლიეროთ ჩვენი საზოგადოების დაცვა. ისრაელის სამაშველო სამსახურების ცნობით ნაჰარის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქში თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი, მათ შორის 2 მოზარდი გოგო დაიჭრა. მანამდე რეგიონში რაკეტებისა და დრონების თავდასხმის განგაშის სირენები ისმოდა. ისრაელის სამხედროების თქმით, აფეთქება სავარაუდოდ რაკეტამ გამოიწვია, თუმცა ჯერჯერობით უცნობია ხანძარი რაკეტის მოხვედრის შედეგად გაჩნდა თუ მისი ფრაგმენტების ჩამოცვენისას. ჰეზბოლა ირანში ომის დაწყების დღიდან ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით რაკეტებსა და დრონებს უშვებს.